ნაპოლეონის ძალიან გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი კრემის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. მე ამ კრემს შუებს და ეკლერებშიც ვიყენებ. ამისთვის 600 მილილიტრი რძე ჩავასხათ ქვაბში და შემოვდგათ ასადუღებლად. ცალკე თასში მოვათავსოთ 180 გრამი შაქარი. დავამატოთ 80 გრამი ფქვილი, ეს არის 5 სუფრის კოვზი, ვანილი. შაქარი და ფქვილი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. რძე რომ ადუღდება, ეს ფქვილიანი მასა დავამატოთ, თან გამუდმებით ვურიოთ. დაველოდოთ ადუღებას და როცა ადუღდება, ვხარშოთ 7 წუთი. ასეთი სქელი მასა გამოვა, გადმოვდგათ. ადვილად რომ გაცივდეს, გადავიტანე სხვა თასში. მე გამოვიყენებ 200 გრამ კარაქს. ამ კარაქის საერთო რაოდენობიდან აქ დავამატებ დაახლოებით 40-50 გრამს. კრემი მაქვს ცოტა შეგრილებული, მოვურე, რომ კარაქი გადნეს და გაერთიანდეს კრემთან ერთად. დავაფაროთ კრემს და გავაცივოთ სრულად. კრემი რო სრულად გაცივდება, დარჩენილი კარაქი კარგად გავთქვიფოთ. კარაქი კარგად უნდა გავთქვიფოთ, რომ კრემში კარაქის გემო არ იგრძნობოდეს. ასე კოვზობით შევათქვიფოთ მოხარშული კრემი, გავთქვიფოთ და გავაერთიანოთ. დავამატებ 9 კილა შესქელებულ რძეს. ეს არის 150 გრამზე ცოტა მეტი. საბოლოოდ მივიღებ აი ასეთ ძალიან გემრიელ კრემს. ამ კრემით მე ვკრემავ სხვადასხვა ნამცხრებს და ამ ნაპოლეონსაც ამით დავკრემავ. ეს არის სწრაფი ნაპოლეონი, რომელიც გამოვაცხე, აი ესე მსხვილად გადავუსვამ კრემს. მაქვს 3 ფენა, ზემოდან მოვაყრი ნაფხვენებს. გამოვიდა საოცრად გემრიელი ნაპოლეონი, იმიტომ რომ როცა კრემი გემრიელია, ნამცხვარიც გემრიელი გამოდის. აუცილებლად გამოიყენეთ ეს კრემი, მოგეწონებათ.